სამი მეგობრებო, მოკლედ დავუბრუნდით ერთი კვირის მერე. UFC 324 მორჩა და lightweight ყავს ახალი დროებითი ჩემპიონი Justin Gaethje, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა პირველ რაუნდში სახით გაწოლა ილიასგან. დიდი ალბათობით ეს იქნება მაინც White House-ში. დიდი ალბათობით White House-ში ვიხილავთ ამ ჩხუბს ილიასთან, უკვე ნამდვილ კამარზე, ნამდვილ lightweight-ის კამარზე. და მოკლედ ვიცით რაც მოხდება. ხო. რა ვიცი, მაინც UFC-ს დარწმუნებული ვარ პედის გამარჯვება უნდა და ამ ჩხუბში. ძალიან მაგარ ჩხუბს დადგავდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ პედის ფანების რაოდენობა ძალიან დიდია და ასე ვთქვათ, ევროპული დაპირისპირება იქნებოდა ილიასა და პედის შორის. მაგრამ Gaethje კაცმა highlight-მა ჩაშალა ეს გეგმები, ჩაუშალა UFC-ს და წაიღო სახში ეს დროებითი კამარი. ჩვენ პიკებმაც ჩაიკუკა, ასე ვთქვათ. ბევრი რამე წავიდა არასწორად. არასწორად რა, ისე როგორც ჩვენ არ გვინდოდა. ჩვენთვის არასწორად. მოკლედ რო ჩავხედოთ თლიან კარტს. პირველი თავიდანვე დავიწყეთ 2 მარცხით, ანუ ჩვენი პიკებიდან გამომდინარე 0-2-თან იყო, მერე იყო 1-2-თან, 2-2-თან, მერე ცოტა ამოვქაჩეთ 3-2-თან, 4-2-თან, 5-2-თან, მერე მე მქონდა 6-2-თან, გიოს 5-3-თან და ბოლოს 6-4-თან და 6-3-თან და გიოს 5-4-თან დაუჭდა რა. რავი, არა. პრედიქშენები ხო, არა სახარბიელო, მაგრამ არ ველოდი სიმართლე ვთქვა. მეგონა ძალიან კარგად დავსვავდი პროგნოზებს. თუმცა ბევრი მოულოდნელი მოხდა. ხო, აი ბუკაუსკაზე რამდენიც ვილაპარაკეთ. ჩაგვიჯვა იმენა. რაც ვილაპარაკეთ განულა აი. არაფერი არ ქნა რა, რეებიც თქვით. რა, იმენა შეგვარცხვინა. იჭხობა ვეტორისავით და არაფერი არ მინდა ეხლა რამე რაღაცები დავიწყო, მაგრამ დოლიძესავით ხანდახან როგორც ჩხუბობს ხოლმე, ეგრე დავინახე ეხლა მე ბუკაუსკას. მაგრამ respect კრილოვს, ესეც უნდა ვთქვათ. აი ამ გამოცდილებით მართლა რასაც ქვია გამოცდილება მაგით მოუგო რა და დაჟე ქულებით ხო უგებდა და მესამე რაუნდში არ იკმარა ქულები და 3 წამიღო დარჩენ და მიაძინა კიდევას გაიფორმა რა. ოკეი. აი, კიდე რა არის ისეთი რაზეც ღირს ლაპარაკი. მაგის მერე წინა კარდიდან? ხო. წინა კარდიდან რავი, კომეინი როგორც ფიქრობდი მე, ომალი 2 რაუნდი მოუგო ადვილად პირველი და მესამე რაუნდი წამოიღო სონგიადონგთან და გაიმარჯვა. მაგრამ ჩემი აზრით ეტყობოდა, რომ მერაბამ დახამბლა რა. ეტყობოდა, აი ბოლოში აკრიფა ცოტა, მაგრამ აი ვერ იტყვი რომ ეგ იყო იმენა შონომალი რომელსაც უხედავთ ხო. ხო, მაგრამ თან ანუ სონგი ისეთი როჟაა, რომ ადვილად ვერავინ ვერ უგებს რა. აქ წაგებები, მაგრამ აი ადვილად არავის არ მოუგია რა. აი როგორც ომალი მოუგო, ეს იყო perfect way რა, რომ მოიგო. და მოიგო კიდევაც რა. მაგის გარდა დერეკ ლუისი მსუქანი სირია გამოტოვოთ ეს ვალდო როგორც რასაც ვიძახთით, ანუ უეჭველი იყო და გააკეთა. მოუგო. ნატალია სილვამაც 3 რაუნდი მოუგო, ზოგი იძახის რომ როუზის იყო ეს ჩხუბიო, მაგრამ შანსი არა, ანუ მოუგოს 2 რაუნდი მინიმუმ სილვასი იყო და ჟინ სილვა არნოლდ ალენი, რასაც ვიძახდი, ბენგერი. ხო, ანუ ჩემთვის main fight-ი ეს იყო ამ კარტზე და ძალიან სანახაობრივი. სხვათა შორის არ ველოდი თავიდან ნელა დაიწყო სილვამ. ალენმა მოუგო, პირველი რაუნდი ყველა პონჩი მოუგო. კი. მაგრამ მერე ამოქაჩა სილვამ და ძალიან დაჩაგრა უკვე ბოლოსკენ
ზურგზე ახტებოდა და სერფერობდა უკვე ალენით და რაღაც. ანუ ჩანდა ჭუბში რომ ალენი გაბრაზებული იყო იმაზე რომ ვერაფერს ვერ აკეთებდა. ხო, ანუ თავისი გეიმი არ წაუვიდა რა. იცოდა რომ აგებდა და იცოდა რომ ვერაფერს ვერ იზამდა ამაზე და ეთყობოდა რა ეს frustration. ხო, მოკლედ ეს იყო რა 300 გეიჯი პიმბლეძე ვილაპარაკეთ ძმა? გეიჯი და ძმა. გეიჯი პიმბლეძე ორი სიტყვა ვთქვათ. გეიჯი გამოვიდა, პედის გაბერილი ბუშტი გახეთქა, ასე ვთქვათ. დაბერა ბუშტი UFC-მ, გეიჯი გამოვიდა და თავის ძველ სტილში, სხვათა შორის თუ შეამჩნიეთ, გეიჯი იჭხუბა. ეს იყო კლასიკური გეიჯი. ეს იყო ის გეიჯი, რომელიც ეჭხუბა ფერგუსონს, ეს იყო ის გეიჯი, რომელიც ეჭხუბა ვისთან ქონდა კაი პერფორმანსი კიდე. პორიესთან, მაგრამ არის ხო, მე ვერ დაგითანხმები, ეგეთი ანუ როგორც იჭხუბა, მაინც არის ხო რა, ძველ გეიჯის ჩემი აზრით არ გავდა, ძველი გეიჯი უფრო შემტევია, უფრო ტექნიკურია, რაღაც შენელებული მეჩვენებოდა გეიჯი და ისეთ რაღაცებს უტარებდა პედი, რაც არ უნდა გაეტარებინა იდეაში გეიჯის რა და აი ეს საზიზღრობა რასაც შვება, მაგას ყველგან შვებოდა ეს დაქს რო წინ რო ხრის თავს. მაგას ყველასთან აკეთებს, მაგრამ აი მაინც ესეთი მისი პერფორმანსი, ჩემი აზრით, არ იყო სახარბიელო რა, ანუ როგორც პედი მიჩხუბა ამ ჩხუბში, ძველი გეიჯი ამ პედის თავს გაუხევდა პირველ რაუნდში და დააფინიშებდა უეჭველი რა. ესე ვფიქრობ მე, ხო და ვფიქრობ რომ თუ ანუ 37 წლის არის უკვე. მგონი 37 წლისაა, ხო? ხო, მოკლედ ანუ ყველაზე სპორტისთვის ბებერია, დიდი გარბენი აქვს თან გეიჯის და lightweight-ის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი. ხო, და ანუ ასე ვთქვათ, ჩემი აზრით შეეწყო რა, ეს ამ ჩხუბმა მე ის დამანახა, რომ გეიჯის შეეწყო ეს დრო და ილიასთან ესეთი თუ გამოვიდა, ანუ აზრი არ აქვს რა. ჩხუბს რო უყურებდი, სულ იმაზე მეფიქრებოდა ამათ რა უნდათ. აი რატო ჩხუბობენ ესენი კამერებზე? ერთ თხეში მოუგებს ორივეს ილია. ძალიან ჩვეულებრივად და ძალიან მარტივად. ხო, მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით გეიჯიმ მართლა კარგი გეგმა შეარჩია, გამოვიდა ფრეშერი, პადის წინააღმდეგ ძალიან კარგად იმუშავა, წინ მიდიოდა, სულ არ ჩერდებოდა და ძალიან მომწონდა, რო აკეთებდა, headlocks იჭერდა და ground and pound-ს ურტყავდა headlock-იდან. და ეს რო ჩაყავდა. კი, ქვევით რო ჩაყავდა, ეს მაგარი ჭკვიანური იყო. გამოგიგზავნე და ინსტაგრამზე. ანუ ვიცი, მეც ვფიქრობდი რომ უყურებდი მეთქი რას აკეთებს, თქო, იმიტომ რომ კიდევდა, ანუ რომ თითქმის აი ნოკდაუნში რო უშვებდა თითქმის რა პედის მაგ დროსაც ქნა ერთი ურჯე მოკიდა ხელი და ჩაიყვანა ქვემოთ და აშკარად ისვენებდა თვითონაც რა მაგ დროსაც რა და თან აკონტროლებდა თან ანუ ჭკვიანური იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანური იყო, რავი, ჩემი აზრით ეგ იყო აი რავი ერთ-ერთი ანუ თან ყველაზე ხარ დაგეგმილი ქონდა ეგ რა. ხო, ანუ პედისთვის ქონდა მომზადებული ქონდა და ძალიან კარგად იმუშავა, პედის არ ქონდა მაგაზე პასუხი. ხო, არა, თან მაგის სტილისთვის იდეალური იყო. თან ანუ მაგას უკეთებდა მაშინ როცა მაგარი ნაცემი იყო პედი რა და როკილი რო იყო ცოტათი, მაშინ უკეთებდა და ისიც იქ ისვენებდა სავით და ეს ქულების პონჩი ხო ძალიან მაგრა ქულებს იწერდა საჯებთან და თან ისვენებდა და მე წამოდგებოდნენ და მე ისევ ჩეხაობა მიდიოდა რა. ხო და ანუ ტექნიკურად ძალიან დაბალი დონის ბრძოლა იყო, მაგრამ სანახაობრივად იყო ძალიან მაგარი ჩხუბი რა. ანუ ვიღაცა ასე ვთქვათ casual-ის თვალიდან ეს ჩხუბი ძალიან მაგარი ჩხუბი იყო რა, ძალიან მაგარი ჩხუბი იქნებოდა, ანუ ჩეხაობდნენ აი ქორწილში რო ჩხუბი მიდის, ეგეთი ჩხუბი იყო რა. და რა ვიცი, ჩემი აზრით, ანუ იყო ბარფაითი რაღაც პონჩი, გეთანხმები მაგაში, მაგრამ ჩემი აზრით პადიც შემოვიდა რაღაცა გეგმით, გეიჯიც შემოვიდა რაღაცა გეგმით და გეიჯის გეგმამ გაიმარჯვა რა. შეიძლება არ იყო ესეთი ტექნიკური ახლა რო ვთქვათ სტრაიკინგი და რაღაცა, მაგრამ ანუ ორივეს გეგმა ქონდა და აი უბრალო ბარფაითი არ ყოფილა რა. ხო, ბაზარი არაა, მაგრამ აი მეხუთე რაუნდში თუნდაც ხო მაგარი ნაცემი იყო პედი, ანუ
ძალიან ნაცემი იყო, რამდენი ნოკდაუნი ქონდა უკვე და ბოლო წამამდე, მეხუთე რაუნდი ხო მოიგო ვაფშე პედინ და ბოლო წამებში მეგონა რომ გათიშავდა გეიჯის რა და ანუ სირცხვილია ეგ ჩემი აზრით რა გეიჯის არ უნდა მიეშვა მაგამდე რა მაგას ვიძახი თორე სხვა მხრივ აღარ მახსოვს რომ როგორ მოიგო ანუ მეხუთე რაუნდში უტევდა წინ მიდიოდა პედი უკვე და ბოლო 10 წამში მაქს ჰოლოვეის იმას იმაშუებოდა რომ დავაი შუაში დაუდგეთო და გეიჯი არ იმაშუებოდა ანუ გეიჯიც უქნევდა მაგრამ იმდენად არა რა ანუ პედი მიდიოდა წინ რა ხო ანუ მართალია არც უნდა გაერისკა მაგას ვერაფერს ვერ იტყვის მოგებული ქონდა მინიმუმ 3 რაუნდი მანამდე და 10 რაუნდიც ქონდა ერთი და მოკლედ კაი ოკეი მოკლედ ეს იყო კაი იყო ანუ სანახაობრივად კაი კარდი იყო პრედიქშენებში არც თუ ისე სახარბიელო ჩვენთვის ხო ჩვენთვის ხო და გადავიდეთ შემდეგი კვირის ქარტზე უკვე რომელიც არის ავსტრალიაში 324 UFC ლოპეზი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მთავარი ბრძოლა ბიჭი ჩემი აზრით პრელიმებზეც უნდა ვილაპარაკოთ მაინც იმიტომ რომ რა ვიცი ეხლა რო გადავხედე პრელიმებში ისეთი აი შეიძლება ეს როუსტონი ბრანდეჯი ისეთი ჩხუბია რა მაგრამ დანარჩენები ყველა მართლა მომწონს რა ჩხუბებიც არის აქ და განვიხილოთ ბიჭო მე რას ვიზახდი ხო ანუ მე ვფიქრობდი მეთქი მეინიდან განვიხილოთ თქო და ქვემოთ ჩამოწია ეგ მარტო არაა ქვემოთ ნახე რა არის როუთ ჩხუბებია რა ხო და ეს აზიელი კომანდა არის და ხო ანუ თუ არ ვიცით ვინები არიან ხო ანუ არ ვიცით და ამაზე მსჯელობას აზრი არის ხო რა და თავიდანაც იჯა და ვიღაცები არიან და რავი რომელი გაინტერესებს შეიძლება რომელს მოკარეთ რავი მაგალითად რო დავიწყოთ აი ეს ოფლი და იჟა არ ვიცი სიმართლე გითხრა ხო არა ოფლი და იჟას გაანებეთ თავის ცოტა ზევით ობან ელიოტი ჩხუბობს უელს განგსტერი რაღაცა ტრეკშენი ქონდა რაღაცა ცოტა ჰაიპია შეიძლება ასე ითქვას ჰაფეს რომ მოუგო კი ჰაფეს რომ მოუგო მაგრამ შემდეგი ჩხუბი წააგო და ძალიან მაგარებისთან წააგო ეგ არ არის სამარცხვინო ჩემი აზრით ის კორეელი ბიჭი იყო მე მგონი თუ აზიელი შემდეგი ჩხუბიც მოიგო მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭია და მოკლედ ხო ეს ვისაც ეჩხუბება ჯუსესთან აქ მოგებული კევინ ჯუსესთან მახსოვს წინაზე ოღონდ ძალიან თანაბარი ჩხუბი იყო ლოკალ ტიპია ანუ ავსტრალიელია სახში ჩხუბობს უელს განგსტერს ეჩხუბება სახში და სტილისტიკურად კაი ჩხუბია ელიოტისთვის ჩემი აზრით და უნდა მოახერხოს წესით ელიოტმა ამ ბრძოლაში გამარჯვება აი თავის მძიმე ჭიდაობას თუ გამოიყენებს heavy wrestling-ი რაც უყვარს და თავისი სტილი რაც არის წესით უნდა მოიგოს კაი შემდეგ ჩხუბზე გადავიდეთ მოიცა ამის ის არის underdog-ია ბიჭო ობან ელიოტი არის underdog-ი ამ ჩხუბში 2-დან 0 აქვს და 1-და 72 აქვს ამ მიქალევს ხო და რა ვიცი ჩემ პიკი ელიოტი იქნება underdog პიკი ელიოტი იქნება შენ რა ვიცი მე გამოვტოვებ იმიტომ რომ სიმართლე გითხრა არ ვიცი მიქალევს ანუ ვერ გავაკეთებ predictions როცა არ მეყურებია მოჩხუბრის ჩხუბი უბრალოდ გაიცვა კაი გადავიდეთ შემდეგზე ჯეიკობ მალკომი ტორეს ფინის წინააღმდეგ ეს ორი მებრძოლი ტორეს ფინი არის დეინა ვაითის ახალი პროსპექტი კონტენდერებიდან გადმოსული ტანკი ასე ვთქვათ რიჩი აქვს რაღაცა გიჟი რიჩი აქვს თავისი სიმაღლისთვის და თავისი სიმაღლისთვისაც ანუ რა ზონაში ჩხუბობს მოკლედ სქელი ტიპია რა და გრძელი ხელებით დაბალი ტანკი კაროჩე 11-0-ზე აქვს დაუმარცხებელია მაგრამ წინა ჩხუბი ისეთი იჩხუბა ისეთი საზიზღარი ჩხუბი იჩხუბა ხალხმა ერთ-ერთ ყველაზე მოსაწყენ ჩხუბების სიაში შეიყვანა და ჩემი აზრით მართლა ეგრე იყო რა რობერტ ვალენტინს ეჩხუბა და გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო ძირს ჩაყავდა და არაფერს არ აკეთებდა ძირს ჩაყავდა და ეიწვა პროსტა და ანუ მე მგონი ყველაზე
ნგანუ ლევისის მერე ყველაზე boring fight-ი იყო მე მგონი არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ. მანამდე კონტენდერებში იყო პირველად რომ მოიგო არ მიცა ეს კონტრაქტი, მეორეჯერ მოიგო და მიცეს, უკვე ნოკაუტით მოიგო, პირველი decision-ი იყო. და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ეხლა დაიწყო ვარჯიში დისისთან. კორმიეს დარბაზში ვარჯიშობს და კორმია ვარჯიშებს და თუ დაუკვირდები კორმიეს რაღაცით გავს ფიზიკურად ცოტა რა. heavyweight-ისთვის კორმია დაბალი იყო, ჩაფსკვნილი, და ესეც ამ middleweight-ში იგივე სხეული აქვს რა, როგორც კორმიეს რა, heavyweight-ისთვის ხო და ვფიქრობ დაეხმარება ეს ყველაფერი მაინც ხო? ამ ბრძოლაში. კი, მაგრამ რა ვიცი, ეხა ისეთი ამინდებია, რომ короче, პროსპექტები ხო იყრებიან რა, ხო და ჩემი აზრით მალკოუმთან შეიძლება გაუჭირდეს. ანუ შეიძლება ისეთი ჩხუბი იყოს, შეიძლება ისეთი ჩხუბი იყოს, რომ შეიძლება ახლო ჩხუბი იყოს მოკლედ რა. შეიძლება არა, ჩემი აზრით უეჭველი ახლო ჩხუბი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მალკოუმიც გრეპლერია, ტორეს ფინიც ჭიდაობს ძირითადად და მალკოუმი არის დიდი ტიპია. ხო, მალკოუმი არის ის მებრძოლი, რომელიც არის სპარინგ პარტნიორი რობერტ ვიტეკერის, არ ვიცი თუ იცოდი, რობერტ ვიტეკერის სპარინგ პარტნიორია და იმ დარბაზში სადაც ვარჯიშობენ გრეპლინგის მასწავლებელია რა. და ძალიან კაი გრეპლინგი აქვს, ანუ გრეპლინგით არის ცნობილი რა და მგონია რომ ძალიან გაუჭირდება ფინის რა. ფიქრობ ეს ბრძოლა ფეხზე გაიმართება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ძირს რა. მაგრამ ძირს მაინც გადავა ბრძოლა ყველა ვარიანტში. და ვნახოთ მოკლედ რომლის გრეპლინგი აჯობებს. მე ვფიქრობ ცოტა advantage-ს მივანიჭებდი ფინის ჭიდაობაში, ანუ რასაც ქვია თავისუფალი ჭიდაობა. მაგრამ ძირს გრეპლინგი მგონია მალკოუმს უფრო კარგი აქვს. მე კიდე ვიტყვი ერთ რამეს, რომ მალკოუმს არ უჩხუბია 2 წელია და რა ვიცი შეიძლება ეს даже 2024-ის მარტში იჩხუბა ბოლოს პეტროსკისთან და შეიძლება ვიხილოთ სულ სხვა ფაიტერი, იმიტომ რომ რა ვიცი, აი ასე 3 წელი გამოდის? თუ არა? არა. არა, მაგრამ დიდი ხანია რა. კარგი, მოკლედ დიდი ხანია. ring roast-ზე ამბობ. ანუ ორივე მხარე შეიძლება წავიდეს. ან შეიძლება ring rust-ი იყოს, ან შეიძლება ვიხილოთ ბევრად უკეთესი მოჩხუბარი. ეგრეც ხდება ხოლმე. ხო და მოკლედ ჩემი აზრით ეს არის რთული ამოსაცნობი ჩხუბი და ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, რაც არ გვეგონა რომ მოხდებოდა. ხო. კაი, იმას ჩავხედოთ კოეფიციენტებს. ფეივორიტია მალკოუმი 1.64, ფინის 2.23. მაგას არ მოველოდი, სიმართლე გითხრა, რა გეგონა? ანუ რა ვიცი, 2.23 დიდი კუშია ჩემი აზრით ფინისთვის. ანუ თანაბარი გეგონა, თანაბარი. ხო, მეგონა რომ პიკემი იქნებოდა უფრო. რა მე მგონია ხო, მე მაინც რა მე კაი კოეფიციენტები მგონია იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ მალკოუმი მოუგებს ფინის. შენ ფიქრობ, გააკეთებ predictions? ვიტყვი მეც მალკოუმს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ეგეთი ამინდებია ამ ბოლოს UFC-ში რა. ესე მგონია, რომ მალკოუმი გაიმარჯვებს. ოკეი, ანუ მას პინძელი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. კაი, გადავიდეთ. ხო, თან ავსტრალია. ხო, ავსტრალიაში ვარ, ხო. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ჩხუბი გვაქვს ბრანდეჯი კემ როუსტონთან. კოდი ბრანდეჯი ბრუნდება უკვე მარცხით. ეს ბოლო ბრძოლა არ მახსოვს. არც მე არ მახსოვს. ერიკ მაკონიკო. ეს არ მახსოვს. კაი, ბრანდეჯზე ბევრს ვერ ვიტყვი, ერთი იმითაა ცნობილი, რომ 2 no contest-ი აქვს და მალკოუმთან მოიგო არალეგალური იდავით. ხო, და მაგის მანამდეც აქვს ეგეთი თუ არ ვწდები. აღარ მახსოვს. მოკლედ ბევრი კონტროვერსიული ჩხუბები აქვს. ხო რა, და საერთოდ გასაკვირია ჩემთვის კიდევ UFC-ში როა ეს კაცი.
წინაზე ლაპარაკობდა რაღაცას, ხო? რაღაცა მგონი შვილი ყავს რაღაცა ხო რაღაც გავს იმახსოვს მეც. ხო და მაგის გამო დაჟე მგონი უარაუდობდით რომ მაგის გამო არ უშვებენ UFC-დან. რომ შვილი ყავს ავადმყოფი და რო არ ანუ ხოვაზე რაღაც ეგეთი. ხო მახსოვს რა. სირობა იქნება რომ გააგდონ რა. ხო რა 11-7 აქვს. 11-7 აქვს. არც თუ ისე სახარბიელო რეკორდი აქვს. ხოლო მისი მეტოქე იქნება მასპინძელი ესეც კემ როუსტონი. ეს კემ როუსტონი ძალიან მაგარი ბიჭია, კონტენდერებიდან გადმოვიდა და ერთი ჩხუბი აქვს ნაჩხუბი. პეტროსკის ეჩხუბა წინა ჩხუბში მოჭიდავეს და პირველ რაუნდში გათიშა. ძალიან მაგარი ნოკაუტი იყო. გრძელი ტიპია რა, გრძელი ხელი და ფეხები აქვს და მგონია რომ ბრანდეჯს დაანოკაუტებს ამ ჩხუბში. ბრანდეჯის იდეაში ბრანდეჯის სტილიც ასე ვთქვათ ჭიდაობა არის. ფიქრობ რომ ეცდება ჭიდაობას და არ დაადგება კაი დღე რა. კი, ეს კემ როუსტონი ძალიან ნიჭიერი ბიჭია. იზის გავს ძალიან ყველაფრით. თან იზის ტიმმეიტიც არის მგონი თუ არ ვწდები City Kickboxing-დან და რა ვიცი მე მაგრამ მეწოდება ბრანდეჯი სიმართლე გითხრა. ესეთი ტიპი გაიჩიტა რომ უგდებენ ესეთ პროსპექტებს რა ბონიკავს მიუგდეს ეხლა კემ როუსტონს მიუგდეს და რა ვიცი მგონი იმენა უნდათ რომ გააგდონ UFC-დან რა ხო და რა ვიცი მე მარტო იმიტომ რომ ამ ხელა ანდერდოგია ბრანდეჯი მინდა რომ გაიმარჯვოს და გავაკეთებ ფიქს ბრანდეჯს ბრანდეჯს ბალიშიკო ამ ჩხუბში არ მაინტერესებს გამოდივარ ამ სტეიტმენტით და მორჩა. დავაი ძმა 3.85 აქვს კოეფიციენტი ბრანდეჯს. და 1.25 აქვს კამერონ როუსტონს. ხო, ჩემ პიკი ნო-ბრეინერი იქნება. კამერონ როუსტონი პირველ რაუნდში დაანოკაუტებს ბრანდეჯს. ანუ ზღაპარია შეგასაც ისე არა, ბაზარია რა, რესპექტ. ხო აი გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. შემდეგი დაპირისპირება გვაქვს ჯუნიორ ტაფა ბილი ელეკანას წინააღმდეგ. ავსტრალიელი სამუელი ამერიკელი სამუელის წინააღმდეგ. ჯუნიორ ტაფა არის ჯასტინ ტაფას ძმა. რომელიც heavyweight-დან ჩამოვიდა light heavyweight-ში წინა ჩხუბში და ყველა მაგაზე მაგარი დიდი ჰაიპი იყო სხვათა შორის მახსოვს. რა ანუ მანამდე ბლობი იყო ასე ვთქვათ და უცებ გაიჩიტა სურათი სადაც იყო დაშრედილი პრესი ქონდა ხალხი გაგიჟდა და გამოვიდა და გაგუდეს ტუკო ტოკოსმა გაგუდა მეორე რაუნდში ტუკო ტოკოსმა რომელიც ძალიან ცუდი მებრძოლია ანუ არ იყო ისეთი ეხა ანუ ვერ ვიტყვით რომ გადაუარაო ტუკო ტოკოსმა ანუ 50-50-ზე იყო ეჭიდავებოდა რა ის ტუკო სუცდიო ხო მაგრამ ანუ რა ჰაიპიც იყო მაგაზე უნდა ხო არა ანუ ტეიქდაუნ დიფენსი აქვს ძალიან დაბალი დონის რა აი ვინც წოდნავ ვისაც გაეგება ჭიდაობა გონია რომ ყველა ჩაიყვანს ამას და ანუ ის ფიქრობ ელეკანაც შეეცდება რომ ჩაიყვანოს და არც უნდა გაუჭინდეს რა თან ელეკანამ აჩვენა რომ კაი გრეპლერია რა თუნდაც აი ბოგდან გუსკოთან აქვს ელეკანას ჩვენ ორკძმასთან დებიუტი ჩატარებული წაგებული აქვს მეორე რაუნდში მაგრამ შორტ ნოუთისი იყო რაღაც ერთი კვირის თუ რაღაცა და ძალიან კარგად ეჩხუბა სხვათა შორის პირველ რაუნდში და ჩაიყვანა ბოგდან გუსკოვი ძირს და გამოაჩინა თავისი გრეპლინგი მაგ ჩხუბის მერე უკვე კემპირო გაიარა იბო ასლანს მოუგო მარტივად იბო ასლანთან ეგ ჩხუბი საინტერესო ჩხუბი იყო იმიტომ რომ მე მეგონა რომ იბო მოიგებდა და ანდერდოგი იყო და ანუ დაადისმენტლა რა ესე ვთქვათ იმას ქნა გაანულა იბოს ჰევი ქნევები რა მახსოვს რომ იბო იდგა და უქნევდა და
ეს უბრალოდ შორიდან 1-2-ით. კი. აი ეგ კაი იყო, მაგრამ მომეწონა ეგ მახსოვს ამ ელეკანა და გონში ჩაატარეს 3 რაუნდი მოუგო 7 წყნარად. და მე იყო ეხა ბოლო ჩხუბი რაც ჰქონდა კევინ კრისტიანთან ძალიან მარტივ ვარ პირველ რაუნდში გადაუარა და გაგუდა რა. ხო და ჯუნიორ ტაფას მგონია რომ უეჭველი მოუგო. კი, მეც ეგრე მგონია. თან მახსოვს ტაფა ეჩხუბა მარკუს როზერიო დელიმას, თავის ძმას ჩაენავსვა თუ არ ვცდები. ხო. და რაღაცა 2 ლეგ კიკი გაარტყა იმან და მოკვდა ტიპი. ხო და ჩემი აზრით, რავი, იგივეს თუ გააკეთებს ელეკანა, შორიდან იმებს აირჩევს, სტრაიკებს აირჩევს კარგად, თავისებს, თავის სტილში თუ წაიყვანს ჯგუფს, აუცილებლად მოიგებს ელეკანა. კი, თან ძალიან ერთფეროვანია ტაფა რა, ანუ კიკბოქსიორია. მაგ სანამ UFC-ში მოვიდოდა, რამდენიმე ჯგუფი აქვს MMA-ში და მანამდე არის ძალიან კიკბოქსინგის ბრძოლებია. ძალიან ერთგანზომილებიანია. ხო, ანუ MMA-ისთვის არ აქვს სახარბიელო სტილი რა და ჩემი აზრით ბილი ელეკანა იქნება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული 1.36 კოეფიციენტით. ძალიან სამართლიანია. 3 აქვს ჯუნიორ ტაფას. ჩვენთვის სახარბიელო. რა სიტყვი შენ? მე ვიტყვი ელეკანას რა თქმა უნდა. ოკეი. ელეკანა იქნება ჩემი ფიქი, ჩემი სახარბიელო ფიქი. გადავიდეთ სახარბიელო ფიქი. გადავიდეთ შემდეგ სახარბიელო ბრძოლაზე, რომელიც არის პრელიმების ბოლო ბრძოლა. კვილიან სალკილდი 2025 წლის ერთ-ერთი აღმოჩენა მებრძოლი UFC-ს. ებრძოლება ჯემი მულარკის და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ის დაპირისპირება, სადაც ორივე მებრძოლი ავსტრალიელია. ანუ ორი home favorite მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს და ერთ მხარეს ყავს კვილიან სალკილდი, ახალგაზრდა ძალიან მაგარი მებრძოლი, MMA-ის მებრძოლი, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი სტრაიკინგიც და ძალიან მაგარი ჭიდაობაც და ძალიან მაგარი გრეპლინგიც რა. ყველაფერი აქვს ძალიან კარგი ამბიც. მახსენებს მე კვილანი მახსენებს ღმერთო ჩემო. ვისავა? ის ავსტრალიელი ჩემპიონი, ღმერთო ჩემო. ისლამ რომოვგო. სახელი როგორ დავიწყო? ისლამ რომოვგო welterweight-ში. ჩემპიონი. რა ქვია მაგ ჩემისას ბიჭო? ეხა შენ ვთქვი, შენ გამო დამავიწყდა მეც. აუ, უნდა მოუძებნო ხო? აუ, სირცხვილია, ძმა, ამოჭერით. ქათ. აუ, როგორ მადალენა, ჩემი კარგი. მადალენას მახსენებს კვილანის სტილით რა. სტილით და ისეც რა, რაღაცნაირი ეგეთი როჟა. კი. ანუ ორივენი ავსტრალიელებია. ორივე ავსტრალიელი კანთია. ხო და კიდე რა მე რა მაინტერესებს. ავსტრალიელებს რატო აჩხუბებენ ერთმანეთს? ბიჭო, მინდა დაწყვიტა. ბიჭო, ამ მოვარდა ვიღაცა სალკილს და ამას ეცა. უეჭველი, მაგრამ ზატო სანახაობა იქნება უეჭველი იმაში, რომ ბიჭო, კი, მაგრამ ანუ ბევრი რესპექტით იმას იზამენ რა ერთმანეთს. ბიჭო, კი, მაგრამ ვოლკის ჯიმიდან არის ეს მულარკი. და ძალიან ბევრი მარცხი ქონდა. 2 წაგება ქონდა რა, ორივე ნოკაუტით და ბოლო ჩხუბი ბედოიასთან იჩხუბა ძალიან კარგად რა. თან მახსოვს რომ ვოლკი ლაპარაკობდა რომ ძალიან კარგად ვარჯიშობსო, ეხაო ჩემთან ერთად ჩემი სპარინგ პარტნიორიაო და ამ ჩხუბს უეჭველი მოიგებსო რა ბედოიასთან და მართლა ძალიან მაგრა იჩხუბა და მოუგო რა და ფიქრობდი რომ ცოტა მოიხოდებოდა და ეხა ეს რო დააჯახეს მაგრა გამიტყდა რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარია სალკილდი და მგონია რომ გადაუგლის რა ამას. ნახოთ რა სიზავს სალკილდი ადამიანთან, რომელიც არის თეთრი
და ბიჭო რა უცნაური ტიპია მართლა სახეზე რას გავს და რაღაცნაირი ფრინველს გავს. თეთრი ყანჩები რო არიან, ხო იცი რაღაცა. ეს წვეჭი თეთრია. მე იმიტომ ვთქვი, თეთრი თვალებია, წამწამები და. მე იმიტომ ვთქვი თეთრი, რომ თეთრკანიანი თქო, მაგრამ აი ხა რომ გავიხსენე წვეჭი თეთრია. არა ძალიან თეთრი როჟაა, ბიჭო, რაღაც თეთრი წამწამები აქვს და თეთრი ისა აქვს და რაღაცნაირი სახე აქვს რა. აი ხო, მაგრამ ანუ იმას ვიძახი რომ სალკილს აქამდე გათიშული ყავს რაღაცა 3 ძალიან კაი მებრძოლი. 3 ძალიან კაი მებრძოლი, რომლებიც არც ერთი არ იყვნენ თეთრი და ეძახიან minority beaters. აჰა. და მაგითო ვიძახი, ეხა საინტერესო. პაკისტანელ მებრძოლს და რაღაცებს. ხო, ანუ ბოლოს 3 ვისაც ეჩხუბა, წავიკითხავ სახელებს. ანშულ ჯუბლი, იანალ აშმოუზი და ნასრათ ჰაკპარასტი. ბიჭო არა, ეგ იმაზე კი არ არის, შავზე და თეთრზე კი არ არის. ჯუბლი არის ინდოელი. ეს არის ისრაელი. შავზე არ ვიძახი, მაგას minority minority ხო. minority beaters ეძახი. და ეს არის ავღანეთი. და ეს არის კაროჩე იმენა მთელი ის დაიპყრო სამყარო რა. ხო და ეხა ავსტრალია გადარჩა თავისი. ეხა თავის ქვეყანას მიადგა რა. თავის ქვეყანას მიადგა. ხო და ბიჭო. ხო და ფიკი, ანუ ეს ვნახოთ ეხა. კოეფიციენტები. მოიცა ერთი რაღაც თქმა მინდოდა. სალკილზე. ხო, ის რომ წინა წელს აქვს გაკეთებული თითქმის მოიგო წლის ნოკაუტი, ჰაკპარასტი რო ჰედკიკით გათიშა. ილიამ მოიგო წლის ნოკაუტი. მოვალე ხო მეგობრებო. UFC-ს წლის ნოკაუტი იყო ილია. წლის ნოკაუტი იყო ილიას ნოკაუტი ჩარლზ ოლივეირასთან, მაგრამ იყო ლაპარაკი რომ შეიძლებოდა სალკილს აიღო წლის ნოკაუტი და თან საინტერესო ფაქტი ისაა რომ ჯეიმი მოლარკი ყავს გათიშული ჰაკპარას და სალკილმა უშანსოდ გათიშა ჰაკპარასტი რა. მართალია ეს MMA-ის მათემატიკა არ მუშაობს, მაგრამ მაინც აღსანიშნავი იყო ეს ფაქტი რა. Styles makes fights. როგორც ითხოვდნენ კამერა შეირყა ცოტათი. ნახავ ეხლავი. რიგზია ყველაფერი ძმობილო? სახარბიელოდ გამოიყურება ეს სიტუაცია. Okay, we good. Guy. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ძმიუს, სად არის? 1-დან 29 სალკილს. მოკლედ ძალიან heavy favorite-ია სალკილი, როგორც ფიქრობდი. და რა ვიცი. ჩემი აზრით უნდა იყოს რა. ძალიან რავი, მე მგონი ყველაზე დიდი favorite ჩემი აზრით ამ კარტზე სალკილია და ნახოთ რა ბევრს ველით, მე და გიოც ძალიან ველოდებით ამ ბიჭის მომავალ ბრძოლებს და ნახოთ რას იზავს ჩვენი. ანუ თან იმასაც ვერ ვიტყვი, რომ რამე ის არის ფროდი არის რაღაცა, იმიტომ რომ მახსოვს decision-ამდე იჩხუბა და ძალიან კაი ჩხუბია ჩვენა რა. აი იმასთან აშმოუსთან 3 რაუნდი მაჩხუბი. და რავი, heavy wrestling-ით მოუგო რა. როცა ჭირდება ჭიდაობს, როცა ჭირდება მოკლედ ძალიან მშვენივრად ჩხუბობს. მულარკიმ ძალიან კარგად უნდა იჩხუბოს, რომ მოიგოს ეგ ჩხუბი რა. აი რაღაცა სასწაული უნდა გააკეთოს. ოკეი, კაი, გადავიდეთ. ძალიან ბევრი აღარ გვინდა და main card-ი დავიწყოთ. ტაიტუივასა ტალისონ ტეიშეირას წინააღმდეგ ბრუნდება ჩვენი მსუქანი ძმა ტუივასა. ბოლო 5 წაგებიანი სტრიკიდან მოდის. 1 წელია არ უჩხუბია, არაფერს არ აკეთებდა. 2-3 თვის წინ რაღაც ამერიკაში ტრიპი ჩაატარა და რაღაც პოდკასტებში იჩითებოდა და იზახდა რომ 300 პაუნდზე მეტი ვარო, ძალიან ჩასუქებული იყო, კაროჩე ძალიან ფორმიდან ამოვარდნილი იყო. არც ვარჯიშობდა ეგ პერიოდი და მოკლედ ეხა ბრუნდება რა, რამდენად დაბრუნდება ეს საკითხავია, მაგრამ ნახოთ ეჩხუბება მონსტრ ტეიშეირას 2 მეტრიან ბრაზილიელ პროსპექტს, რომელმაც ერთი ჩხუბი ჯასტინ ტაფას ეჩხუბა UFC-ში დებიუტი
გათიშა პირველ რაუნდში და ეგრევე მიცეს main event-ი Derek Lewis-თან და იქ დამარცხდა Derek Lewis-მა გათიშა იგი. იზახნენ რომ front check-ი გაუკეთაო, მაგრამ რაღაც ძალიან გუფი ჩხუბი იყო, რაღაც early stoppage-ი იყო, საჯმა რომ გააჩერა, მაინც ფეხზე იდგა. Derek Lewis-მა მახსოვს რომ თიშავდა ტეიშეირამ ხელი მოკიდა ოქტაგონს და წამოდგომას მასე ცდილობდა და მაგ დროს გააჩერა საჯმა. გამახსენდა ეხლა მართლა early stoppage იყო ეგ მახსოვს მაშინაც ეგ ვიფიქრე. ხო, მაგრამ ანუ კაი დღეში მაინც არ იყო რა. კი. ხო და საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჩახედე მობას გაფიცებ ყველა ჩხუბი აქვს პირველ რაუნდში დამთავრებული. ანუ პირველ რაუნდს არ ცდება რა და დიდი ალბათობით არც ეს ჩხუბი არ წავა პირველი რაუნდის იქით. თან მგონია ტუივასა მზად იქნება აი ამ გაცვლებისთვის, იმიტომ რომ უწევს რა თან ანუ ბოლო შანსია. ანუ აქამდეც როგორ არ გაუშვეს UFC-დან აზზე არ ვარ 5 წაგება ვის ქონია ბოლოს ზედიზედ ალბათ ტონი ფერგიუსონს. ხო, ვინც არ გაუშვეს. ტონი ანუ ლეგენდაა ჩვეულებრივი, ტუივასა ახლოსაც ვერ მივა ტონისთან. ხო და რა ვიცი, ეს თუ ვერ მოიგო დიდი ალბათობით. ხო, მაგრამ ანუ კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.26 აქ ტეიშეირას ძალიან დიდი ფეივორიტია. ყველას გონია რომ მოიგებს. მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით ესეთი დიდი ფეივორიტი მაინც არ უნდა იყოს რა. heavyweight ჩხუბია და რავი, რომელი გაისვრის კაცმა არ იცის რა. თან ანუ წააგო აშკარად Derek Lewis-თან დარუკილი იყო რა, თუ early stoppage იყო, გაარტყა. ყველა პონჩი Derek Lewis-მა და ანუ იგივე შეიძლება მოხდეს ძალიან ჩვეულებრივად ტუივასასთან რა და ამ ხელა კოეფიციენტები ჩემი აზრით არაა სწორი რა. რა სიტყვი შენ? რავი, შეიძლება კოეფიციენტები არ იყოს სწორი, მაგრამ იმას არ შეცვლის, რომ ჩემი აზრით ტეიშეირა მაინც მოიგებს. ოკეი. კაი, მე ტუივასას ვიტყვი მაშინ რა. ჩემი underdog პიკი იქნება ტუივასა რა. თლად მომენტ რატო არა? აი შენ როგორც თქვი ბრანდეჯი იგივე თემა. კოეფიციენტებს უჩავხედავთ რა. როგორც შენი ბრანდეჯი პიკი არის, ისეთია ჩემი ტუივასა. არა, უფრო სონგი რო ავირჩიე წინა ქარზე. არა, სონგი არ იყო მასეთი underdog. სონგი ომალი ჩემი აზრით 50-50-ზე იყო. ან ძალიან ჩვეულებრივად და ჩხუბშიც ნახეთ, ანუ 29-28 მოუგო და მესამე რაუნდში გადაწყდა ყველაფერი. ხო, მაგრამ ანუ ბრანდეჯი ვიცი რომ ვერ მოიგებს, უბრალოდ მინდა რომ მოიგოს და ტუივასა შენ ანუ ბიჭო მგონია მე ხო რა ვიცი, მე მგონია რომ ტუივასა აქვს საკმაოდ დიდი შანსი, ანუ 50-50-ია ჩემი აზრით, მაინც ესე ვიტყვი რა. heavyweight ჩხუბია, არავინ არ იცის ვინ რას მოიქნევს. თან ტუივასა სახლში არის, ავსტრალიაშია, თან ანუ დასაკარგი მართლა არაფერი არ აქვს რა. კი არა, ყველაფერი აქვს დასაკარგი, პირიქით უნდა მეთქვა, ანუ უეჭველი მოიყურება ძალიან სახარბიელო ტუივასის სიტუაცია. უეჭველი მოსაგები აქვს რა და რა ვიცი, თუ ჭკვიანია, ყველაფერს ჩადებდა მომზადებაში და მოსაგებად გამოვა მოკლედ რა. ერთი სიტყვით რო ვთქვა და კაი, გავაგზავნოთ, ჩემი პიკი არის ტუივასა. შემდეგი ჩხუბი გვაქვს რაფაელ ფიზიევი, მაურისიო რუფის წინააღმდეგ ძალიან მაგარი დაპირისპირება. ჩემთვის ვერ ვიტყვი main fight-ი თქო, მაგრამ ძალიან მაგრა ველოდები ამ დაპირისპირებას და მთელი კვირა ვფიქრობ, არ მოგატყუებთ. მთელი კვირა ამ ბრძოლაზე ვფიქრობ და ხან ერთისკენ ვიხრები, ხან მეორისკენ რა. ორივე ძალიან მაგრა მევასება და ვცდილობ, რომ აი ეს გული გამორთო და ტვინით ვიფიქრო, ესე ობიექტურად, მაგრამ სტილისტიკურადაც რთულია ორივე ძალიან მაგარი სტრაიკერი, ანუ ეს ჩხუბი გარანტირებული სტრაიკინგ ბრძოლაა რა. დრომში იქნებიან, არც ერთი არ შეეცდება. მომენტ რატო არ შეეცდება, ესე რატო ვიძახი? ანუ ფიზიევი უეჭველი შეეცდება. 1-2 ტეიქდაუნს უეჭველი, მაგრამ ისეთი აი BSD-მ რაც გაუკეთა რუფის
ეგ არ მოხდება. იგივეს ვერ იზავს რა, BSD ძალიან არ მოხდება ეგ შანსია. ჩემი აზრით ფიზიევი არც ეცდება მაგის გაკეთებას. ხო, ანუ შეიძლება ტეიქდაუნი გაუკეთოს, მაგრამ როგორც ბენუამ აკონტროლებდა ძირს, შანსი არაა, იმიტომ რომ არ არის რა, ანუ არ არის მოჭიდავე. ჩემი აზრით მაქსიმუმ ground and pound-ი გააკეთოს ფიზიევმა, რამე submission-ზე რო წავიდეს, ჩემი აზრით ეგ არ მოხდება. ხო, არა, მაგრამ ანუ ვერც გააკონტროლებს ძირს რა, მაგას ვიზახი, მაგრამ ტეიქდაუნები შეიძლება გაუკეთოს და მაგით მოიპაროს რა, ანუ დგომში თუ თანაბარი იქნება, შეიძლება რომ ტეიქდაუნი იმ ერთი ტეიქდაუნით რაუნდის ბოლოს თუნდაც მოიპაროს რაუნდი და ხო და ანუ დგომში ძალიან თანაბარია რა, ფიზიევი ტაილანდში დაბადებული გაზრდილი, ანუ ტაილანდში კიკბოქსინგის მასწავლებელი და ძალიან მაგარი კიკბოქსიორია და თვითონ ადამიანის ძალიან მაგარი კაცია, აი ფიზიევი მაგრად მიყვარს რა, აი რა ვიცი, ძალიან მაგარი როჟა. თან სასაცილო ტიპია, ეგ ხო, მაგრამ მე იმიტომ მიყვარს ეს მაგრა, რომ სულ ძალიან exciting ჩხუბებში იღებს მონაწილეობას რა და ძალიან humble ტიპი არის. ძალიან დასტოინი ტიპია. უბრალოდ აი მომწონს როგორც ადამიანი რა. აი ყველაფერი მოსაწონი არის ფიზიებზე. ერთი რამე არ არის, რაც არ არის მოსაწონი რა, ასე. ძალიან კაი ტიპია, ხო. ხოლო რუფი, აი უკვე რუფი მაგრად მომწონს როგორც მარშალ არტისტი. რუფი არის ძალიან ლამაზად ჩხუბობს რა, მაგრად მიყვარს რუფის სტაილი. ძალიან მაგარი სტილი აქვს, აი ეს. ძალიან ლამაზია. კარატის გრძელი დგომი. ბრაზილიელ კონორსაც ეძახიან ხოლმე, აი კონორს რაც ქონდა ის კარატეს ტენსი და ჰოპი ტენსი ხო რა, ძალიან მაგრა და ძალიან ისეთ რაღაცებს იყენებს, რაც არ აქვს ბევრ მებრძოლს რა, ითქვა სიზორ ტეიქდაუნებს აკეთებს. სიზორ ტეიქდაუნ და ის სპინინგ ბეკ კიკი რაღაც ბობი გრინი როგორ გათხრიდან მოქნეული რაღაც ძალიან მაგარი ბობი გრინი კიკები და ძალიან მაგარი პანჩები აქვს. ბობი გრინის თავი გაუშვა სხვა პლანეტაზე. ბობი გრინს რაც გაუკეთა რა, აუცი, აი საოცარი ნოკაუტი იყო რა. თავი რო არ მოძრა ბობი გრინს გამიკვირდა. ხო. ხო და კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.75-ია გრუფის, 2 აქვს ფიზიოს რა. ჩემი აზრით სამართლიანი ის არის რა. კოეფიციენტებია. ჩემი აზრით, ანუ პიკემი ხო არის. ეგრეა რა. ბიჭო ის უნდა ვთქვა რა, აი ამ ფიზიევს ამ გეიჯისთან ორ წაგებულ ჩხუბს ვერ პატრიობ რა. არ უნდა წაიგო რა დგომში. აი ხო მეორე ჩხუბი არ უნდა წაიგო. ხო, მაგრამ ის იყო short notice იყო. ჩემი აზრით ეხა full ანუ ბოლომდე გავლილი კემპით ძალიან კარგ ჩხუბს ვიხილავთ. ფიზიევიზიონ ჩემი აზრით ძალიან ტექნიკურ, ძალიან კარგად დაგეგმილ ჩხუბს ვიხილავთ და მაგრამ ვერ ვითმე რა უყურო. ხო. კამერას უყურე და ისინი ბაზრეთ ყეზო. აი შენ გელაპარაკები პოდკასტი ეგ არის ძმა. კამერას რო ელაპარაკები, ეგ სხვა რაღაცა გამოდის მე. თან კამერასაც უნდა უყურო. არა. კაი. აი ხა კიდე არ ვიცი რა, აი ხა კიდე უყურე და ვფიქრობ. და არ ვიცი რომელი ავიღე. შენ რას ფიქრობ? რუფის ფიქრობ შენ? მინდა რომ ფიზიო მომოიგოს სიმართლე. ეგრე მეც ბევრი რამე მინდა, რას ფიქრობ ეგ? ბიჭო, ეგ რაც თქვი, ეხა სერიოზულად ვფიქრობ მაგაზე, რომ სტრაიკინგი იქნება და ფიზიომა შეიძლება მოიპაროს ტეიქდაუნებით. სვეჩი შეიძლება. ხო, შენ რას თქვი? მაგრამ რა იცი, შეიძლება რუფიმ რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთოს. არა, ბიჭო, რა გათიშოს? მაგრამ ამეთ ფიზიოვის head movement-ი ისაცელა აუ ეგ რა ტესლია. ძალიან მაგარია. არ ფიზიევია, ჩემი ფიქრია, ფიზიევს ვირჩევ, ჩემი აზრით ფიზიევი გაიმარჯვებს. ამ ჩხუბს. დავაი, მე ფიზიევისკენ მოვდივარ. კაროჩე, მე და გიო ფიზიევს ვირჩევთ რა, ბოლომდე მივყვებით ჩვენ ძმას. ანუ ძალიან, ანუ 50-50-ია ჩვეულებრივად, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია ფიზიევი. ძალიან კაი. ხო, მაგრამ ანუ მართლა შენ რა უნდა მოიგოს რა. აი ხა ბოლო იმას რომ მოუგო იმაში, აზერბაიჯანში, ბაქოში. რა ვისთან ჩხუბა და მოვწო. ის რო არის, ბელალას გუნდელი რო არის. ჩავხედო რა ქვია, ბაჰამონდეზე.
ბაჰამონდეზი მეგონა რომ მოუგებდა მაგ სვეჩი და ძალიან მაგრამ სრული კემპი გაიარა მომენტ შეიძლება თქვა რომ აი ბაჰამონდეს რახან მოუგო ხო ანუ ძალიან თესლი შანსი მაღალი გრძელი ხო დავაი წურავ ფიზიებს ორი კუში აქვს ბილეთებში გაუშვათ კაროჩი დავაი წურავ ფიზიებს ოკეი გადავიდეთ კომეინ ივენტზე რომელიც გვაქვს ჰენგმენ ჰუკერი ბენუა სენდენისის წინააღმდეგ ეს იმენა ძალიან ჩემი აზრით ძალიან ცუდი მეჩაპია ჰუკერისთვის ხო აი წეღან რო ვთქვი რომ ანუ იგივე არის რაც არმანთან რა და ჩაიყვანს ბენუა და ground and pounds გაუკეთებს წეღან რო ვთქვი სალკილდი ყველაზე დიდი ფეივორიტია თქო დაახლოებით ჩემთვის იგივე ფეივორიტია ბენუა ამ ჯგუფში რა გონია რომ ჰუკერი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს რა ჩაიყვანს ძირს უეჭველი ჩაიყვანს ბენუა უეჭველი გადაიყვანს ძირს რომც არ გადაიყვანოს აი დგომშიც გაუკაჩავს რა ჰუკერს მართალია სურო აი გამოურიცხოთ რო ვთქვათ რომ ამ ბრძოლაში ტეიქდაუნები არ იქნებაო შეიძლება მოუგოს ჰუკერმა მაგრამ როცა იცის რომ ბენუას შეუძლია მისი ძირს ჩაყვანა მაგრამ მაინც დენ ჰუკერი ესეთი ყლეზე მკიდია ტიპია შეიძლება ყლეზე გეკიდოს ეგ ვაფშე რომ ტეიქდაუნები არსებობს ხო აზე ხარ ხო ხდები ანუ ეგ იმას ხომ მოუგო გამროც მოუგო თავიდან ჩაყავდა გამროც მაგრამ მეორე მესამე რაუნდში იმას შეუგო და სპლიტით მოუგო რა ჩემი აზრით არ იყო მაინც დენ ჰუკერის ჩხუბი ეგ მაგრამ ანუ მოჭიდავესთან მოიგო რა თუმცა ბენუას ისეთ რაზგონზეა ეხა კი ჩემი აზრით ეხა რუფის რახან მოუგო კონფიდენსის დაიბრუნა რუფის და რუფის მერე ეხა ის ხო გათიშა ხო დარიუში პირველ 10 წამში 10-15 წამში უკვე მიაძინა რა ხო და UFC-საც უნდა რომ ბენუა მოიგოს ყველა პონჩი საფრანგეთში ძალიან დიდი სახელია ბენუა საფრანგეთის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელია. ჰუკერი არის უკვე ვეტერანი, რომელიც UFC მიცის უბრალოდ რომ ძალიან შორს ვერ წაიყვანს ჰუკერს რა და წურავენ მოკლედ დენის. ბიჭი ძალიან ხმარობენ უკვე თავის გვარს უკვე ძალიან იმაშვებიან რა. ამართლებს თავის გვარს უკვე თავის კარიერის ბოლოს დენ ჰუკერი. ხო კოეფიციენტები 1 და 29 აქვს ბენუას და 3 და 53 აქვს დენ ჰუკერს. და ალბათ ორივე ჩვენი პიკი იქნება. საკმაოდ სახარბიელო პიკი. ბენუა სენდენისი. კაი, გადავიდეთ თავარ ბრძოლაზე. ბებერი ვოლკი 37 წლის. სპორტის აბსოლუტური ლეგენდა შეეცდება უკვე მეორეჯერ დაიცვას კამარი დიეგო ლოპესთან. დიეგო ლოპეზი არის შიერი ახალგაზრდა ბრაზილიელი მებრძოლი, რომელიც უკვე დიდი ხანია მექსიკაში ვარჯიშობს და მექსიკიდან არის და UFC ფუშავს ძალიან უყვარს UFC-ს ეს კაცი, იმიტომ რომ ძალიან სანახაობრივია, ძალიან მაღალი დონის სკილები აქვს როგორც გრეპლინგში, ასევე სტრაიკინგში. და ძალიან კარგი კომპანიმენი არის. და ხო, ანუ სუკის ამბობს ყველაფერზე, ჩხუბობს ყველგან და ყოველთვის. და როცა ჩხუბობს ბოლომდე, აი თავგანწირვით და ლოპეზი როცა იგებს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ მოკლა უნდა ხოლმე თავისი ოპონენტის რა, აი გადაულის ხოლმე რა. აი თუნდაც ბოლო წინა ჩხუბი სილვასთან რამაც მოაპოვებინა ეს კამარზე ჩხუბი პირველ რაუნდში გადააждდა სილვას და გაუხია თავი 10 რო ამოუგო პირველი რაუნდი და მეორე რაუნდში უკვე სილვა უგებდა იდეაში მაგრამ აი მაინც წინ მიდიოდა ბოლომდე ეჩეხავებოდა სილვას და მაინც ჩაუსვა ის ფინიბექ ელბოუ ჩაუსვა დაიჭირა და აი ეს ground and pound-ი რაც გაუკეთა დასაფინიშებელი ძალიან violence
როგორ არის ძალიან ძალადობრივი ნოკაუტი იყო რა, ანუ იძალა და ჩვეულებრივად სილვაზე. ხო და ამ ბრძოლაში ჩემი აზრით არ გაუშვებს ამ შანსს ლოპესი რა. ვოლკანოვსკი რამდენადაც არ მიყვარს და რამდენადაც არ მინდა რომ გაიმარჯვოს, ჩემი აზრით ლოპესი ამ მეორე შანსს აღარ გაუშვებს ხელიდან. რა ვიცი, ესე მგონია რა. რა თქვი? ლოპესი არ გაუშვებს ხელიდან ამ შანსს. მაგრამ გინდა რომ ვოლკმა მოიგოს მაგას ამბობ? ანუ მაგასაც არ ვიძახი რომ ბოლომდე მინდა რომ ვოლკმა მოიგოს, ორივე მაგრად მევასება, ლოპესიც მაგრამ მევასება და ვოლკანოვსკის. ესე ხა გულით რო გითხრა, ანუ რომელი უფრო მომწონს, ორივე მაგრა მომწონს და ვერ ავირჩევ რა, ანუ გული ვერ აირჩევს, მაგრამ ტვინი ირჩევს ლოპესს, მაგას ვიძახი. ოკეი. კაი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი 37 წლის მებრძოლი, ერთადერთი ჩემპიონი ფეზერვეიტში, რომელმაც მოახერხა და 35 წლის ზევით მებრძოლი, რომელმაც მოახერხა და მოიპოვა მეორეჯერ უკვე ქამარი. ძალიან მაგარ ფორმაშია მაინც რა. ანუ ბებერი არის უკვე სპორტისთვის და მით უმეტეს ამ წონისთვის. ხო. მაგრამ აჩვენა ლოპესთან პირველ ბრძოლაში, რომ მაინც ხუთზეა და მაინც საჩემპიონო დონეა ისევ რა. ეჩხუბა 5 რაუნდი ჩვეულებრივად არც დაღლილა არაფერი. მართალია გაუჭიდა და ლოპეზმა დასვა მაინც ერთი ნოკდაუნი მისცა. მაგრამ მოუგო რა, 3-2-ზე მოუგო ნიშხუბი. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მეც მგონია ლოპეზი უკვე აი პირველი მათი ჩხუბიდან ძალიან ბევრ დასკვნებს გამოიტანს და მგონია რომ ამ ჩხუბს მოიგებს, მაგრამ ის უნდა ვთქვა, რომ მაინც ძალიან თანაბარი არის რა, ესე ვერ ვიტყვით, რომ ლოპეზი აუცილებლად მოუგებს ვოლკს. და თუ მოუგებს ჩემი აზრით, ფინიშით მოუგებს და ანოკაუტებს რა. და თუ 5 რაუნდი მივიდა, ვოლკანოვსკი დაიტოვებს ისევ ქამარს. ეს იქნება ჩემი პრედიქშენი. კი, ან ბევრად მეტი გამოცდილება აქვს ვოლკანოვსკის 5 რაუნდიან ჩხუბებში, საჩემპიონო ჩხუბებში, მოკლედ იცის რა უნდა გააკეთოს და ეგ გეგმა აქვს განხორციელებული მილიარდჯერ ქამრის დაცვისას. ხო, და თუ ლოპეს უნდა რომ მოუგოს და დაანოკაუტოს ვოლკს, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა როგორც დაანოკაუტეს ისლამმა და ილიამ ვოლკანოვსკი, ანუ უნდა მიიმწყდიოს აუცილებლად. ანუ ვოლკანოვსკი ზურგით ახლოს უნდა იყოს ოქტაგონის კლეტკასთან რა, სეტკასთან. მასე დაანოკაუტა ორივემ და ლოპეზმაც ნოკდაუნი რომიცა იგივენაირად ახლოს იყო ვოლკი, მიმწყდეული იყო რა, სხვანაირად შუაში ძალიან ძნელია. კი, ვოლკი ვერ ჩხუბობს კარგად ბექფუტზე. პრეშერი ჭირდება ლოპეს, მართალია რა. ანუ ვოლკმა რო დაქოქოს მოკლედ და მიაწვეს, გაუჭირდება ლოპეს მოგება. ხო, შუაში, ოქტაგონის შუაში ძალიან ძნელია ვოლკის დაჭერა რა, უნდა მიიმწყდიო და იქ უნდა გაარტყა და უნდა გათიშო რა, თორე სხვანაირად ვოლკი დაუმარცხებელია მართლა. ძალიან გიჟი კაცია. რა ვიცი. ყველაზე, ანუ ძალიან well rounded არის. ძალიან მიყვარს ჩხუბიდან რა. და მგონია რომ წააგოს რო წააგოს რიტაირმენტში არ გავა რა. ხო, ამეც ეგრე მგონია. პენსიაზე არა. არა, შანსი არა. მაინც იჩხუბებს რა, კიდე იჩხუბებს. რამდენად ჭკვიანურია, არ ვიცი, რამდენად ჭკვიანური იქნება, მაგრამ ანუ არა აქვს მიზეზი, რომ გავიდეს რიტაირმენტზე. უყვარს ჩხუბი და თუ უყვარს ჩხუბი, რატო უნდა ხო, მაგრამ მაინც ახლა ისეთი ახალგაზრდები მოდიან ახლა, რომ აი თუნდაც ის წარმოიდგინე ხა ვოლკანოვსკი ჩინოსთან, ვალეჰოსთან რა. და არ მინდა, ძალიან არ მომწონს ხოლმე, როცა იმაზე დიდი ხანი ჩერდებიან ლეგენდები და მე ძალიან ცუდი ნოკაუტებით მიდიან ხოლმე რა. ანუ მართალია ვოლკანოვსკი არ გვაძლევს მაგის საბაბს, მაგრამ ვამბობ თუ წააგო ნოკაუტით რა. ხო. მიხდი. ხო. კოეფიციენტებს ჩავხედოთ. ფეივორიტია ვოლკი.
საინტერესოა. არც მე არ ვიცოდი. საინტერესოა. 1.66 2.18 აქვს ლოპეს. საინტერესოა ძალიან. ბევრი ახლო ჩხუბი არის ამ. ლოპეზი და ფიზიევი, რა სიტყვა. შვენი 4 კამფეტი, მართალი ხარ? შვენიერი 4 კუში. ლოპეზი, ფიზიევი და მესამე კიდევ ის ფიქრობდი. ვინმე ლოკი, რომელიც ისეთია რა, კაი შეიძლება. მესამე რა ჩაუმატოთ ცოტა ისეთი კაი კუშით. არა, ისეთი არაფერი. ისეთი არა. აი, ელეკანას დამატება შეიძლება. ხო, ეგ сейф, იმენა сейф ბეთი არის. ელეკანა ბენოასთან ერთად რა. კაი, ბენოა, ლოპეზი, ფიზიევი და ელეკანა ჩავამატოთ კიდე 7.76. შვენიერი არის. შვენიერი. თან შეიძლება მან კიდე რაღაცეები ვნახოთ. ხო. ნოკაუტები და რაღაცეები შეიძლება უკეთესი კუში. ოდნავ რომ მოემართოს. შეიძლება უფრო ის იყოს რა, сейф ბეთები. რაღაც რაუნდის ფინიშები ან რაღაც. ხო, მაგრამ აი ესე უცებრო მოგებები უცებრო აიჩიო. ფიზიევი, ლოპეზი, ელეკანა და BSD. რა, კაი. ჩემი აზრით, უცებ შესაქმნელად ძალიან კაი ბილეთია რა. 7.76. მე შეიძლება კიდე რაღაცები ფიქრო და მან დაამატო, მაგრამ კაი სტარტინგ ბილეთია. ოკეი. კაი, სულ ეს იყო ჩვენი UFC 325 ავსტრალიის კარდის პიკები. მალე მოვჭით ამას სხვათა შორის. დიდი ხანი არ დაგვჭირდა ძალიან მიხარია. ხო. და რა ვიცი, მე მგონი საინტერესო ჩხუბებზე კარგად ვილაპარაკეთ, ჩვენი მოსაზრებები ვთქვით და მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ ბრძოლებზე და ჩვენ ფიქებზეც რას ფიქრობთ, ეგეც დაგვიწერეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. შევხვდებით შემდეგ კვირას, ჩავწერთ ისევ პოდკასტს მე და გიო და ნახოთ რა ვიცი, იმედია უკეთესი ფიქები იქნება წინა კვირასთან შედარებით. ჩემი აზრით უკეთესი უნდა გამოვიდეს. რავი, მე ეგრე მგონია რა, კაი კარდი არის. მართლა კაი კარდია, მაგრამ მომწონს ეს კარდი. სახარბიელო კარდია. კარგად დაიწყეს მოკლედ პარამაუნთის ერა, ვერ ვიწუწუნებ რა. ხო, თან ეგრევე 2 PPV ივენთი გვაჯახეს ზედიზე. კი, ეგ მართლა ძალიან კაია. ეგ რავი, ეგ ბოლოს ყოფილა ვაფშე ოდესმე ეგ. ბიჭო, ეგ ეხა UFC ხო იცი როგორ ფიქრობენ 6 კვირა დაგვასვენეს. ხო, და ეგრევე და მე ეგრევე მოგვაყარეს ეხლა. მართალი ხა. ხო, რა ვიცი, პარამაუნთზე რა შეიძლება ვთქვა? პირველი კარდი იყო პარამაუნთის და ერთი შესამჩნევი რაც იყო, ძალიან მეტი რეკლამები და უფრო დიდი დასვენებები, მაგრამ სილვას იმაზე ჩამეძინა, ბიჭო, კიდე კაი გამეღვიძა იმაზე. მე იმაზე ჩამეძინა, რა ქვია, სილვას ნატალია სილვას ჩხუბზე ჩამეძინა და ვალდოს და ლუისის ჩხუბზე გამეღვიძა. და მან მედო პირველ რაუნდზე რა, რომ პირველ რაუნდში მორჩებოდა და რომ დავინახე რომ მეორე რაუნდი იყაო, მეთქი ამის დედა შევეცი და დავიძინე და ღამის 5 საათი იყო და მეთქი ამის დედა შევეცი დავიძინე და დილით ვუყურე მე ჩხუბებს. ხო, ნუ რას ვიზამთ ევროპაში UFC-ის ფანის ცხოვრება ასე გამოიყურება და იგივენაირად არის ხო, ამ კვირასაც გვიან იწყება რა, 11-ზე იწყება. საქართველოში ვაფშე 2-ზე იწყება. ხო, თანაგიგრძნობთ მეგობრებო, აქ პოლონეთიდან ცოტათი ჩვენთანაც ისაა. ჩვენთანაც ხო, მაგრამ ხო აზრ ხარ, ცოტა უკეთეს. ბიჭო, ეხლა ის არის თან 11-ზე იწყება ისინი Road to UFC. დაიწყება ძალიან გვიან რა. კაროჩე, მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო. წავედით ეხლა და გიხილავთ შემდეგ კვირას, განვიხილავთ ამ კარდს, ამ პიკებს და შემდეგ კარდსაც განვიხილავთ. ოკეი. Peace out. ნახვამდის.